შავი ხვრელები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მასიური ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლოს გრავიტაციულ კოლაპსს განიცდის. ასეთი ვარსკვლავები ჩვეულებრივ მზეზე მინიმუმ 20 ჯერ მასიურია. მათი სიცოცხლის განმავლობაში ბირთვში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლებიც ქმნის ენერგიას და ეწინააღმდეგება გრავიტაციას. ეს ბალანსი ინარჩუნებს ვარსკვლავის სტრუქტურას მილიონობით ან მილიარდობით წლის განმავლობაში. როდესაც ბირთვში საწვავი ამოიწურება, ვარსკვლავი ვეღარ აწარმოებს საკმარის ენერგიას გრავიტაციული წნევის დასაძლევად. ამ მომენტში იწყება ბირთვის სწრაფი შეკუმშვა. ტემპერატურა და სიმკვრივე უკიდურესად იზრდება, ხოლო გარე ფენები ხშირად განიცდიან ძლიერ აფეთქებას, სუპერნოვას. სუპერნოვას აფეთქება სამყაროში ავრცელებს მძიმე ელემენტებს, თუმცა ბირთვის ბედი ვარსკვლავის საწყის მასაზეა დამოკიდებული. თუ კოლაპსის შემდეგ დარჩენილი ბირთვის მასა დაახლოებით 1.4-დან 3 მზის მასას აჭარბებს, ნეიტრონული წნევაც კი ვერ აჩერებს გრავიტაციას. ასეთ შემთხვევაში ბირთვი აგრძელებს შეკუმშვას უსასრულოდ მცირე მოცულობისკენ. ამ პროცესის შედეგად ყალიბდება შავი ხვრელი, სივრცე-დროის რეგიონი, საიდანაც სინათლეც კი ვერ აღწევს გარემოს. შავი ხვრელის საზღვარს ეწოდება მოვლენათა ჰორიზონტი. ეს არის კრიტიკული რადიუსი, რომლის გადაკვეთის შემდეგ ნებისმიერი ობიექტი სამუდამოდ იკარგება გარე სამყაროსთვის. მოვლენათა ჰორიზონტის შიგნით მდებარეობს სინგულარობა, თეორიული წერტილი, სადაც სიმკვრივე უსასრულოა და ფიზიკის ცნობილი კანონები ვეღარ მუშაობს. არსებობს შავი ხვრელების წარმოქმნის სხვა გზებიც. გალაქტიკების ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც მილიონობით ან მილიარდობით მზის მასას შეიცავენ, სავარაუდოდ წარმოიქმნა ადრეულ სამყაროში. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ისინი გაჩნდა ძალიან მასიური გაზის ღრუბლების პირდაპირი კოლაპსით, ვარსკვლავურ სტადიაზე გადასვლის გარეშე. სხვა თეორიები ვარაუდობს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები დროთა განმავლობაში გაიზარდა მცირე შავი ხვრელების შერწყმითა და მატერიის აგრესიით. ასევე განიხილება პრიმორდიული შავი ხვრელების არსებული შავი ხვრელების არსებობა, რომლებიც შესაძლოა დიდი აფეთქებიდან მალევე ჩამოყალიბდა. ასეთ შემთხვევაში მათი წარმოქმნა არ უკავშირდება ვარსკვლავებს, არამედ უკიდურესად სიმკვრივის ფლუქტუაციებს ადრეულ სამყაროში. მათი არსებობა ჯერ დაუდასტურებელია, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბნელი მატერიის კვლევაში.